იმერეთის რეგიონის 8 მუნიციპალიტეტში დაიტბორა გზების, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების, საცხოვრებელი სახლების ეზოები. ასევე დაზიანდა ნაპირდამცავი გაბიონები, სოფლის ხიდები და დაირეცხა შიდა სასოფლო, ქვიშა, ხრეშოვანი გზები. უხმან-ალექმა ხონის მუნიციპალიტეტის ქალაქის ტერიტორიასა და სოფლებში პრობლემები შექმნა. ადგილზე მუშაობდა მძიმე ტექნიკა. მისი საშუალებით ხორციელდებოდა ამოვსებული ხიდ ბოგირების გაწმენდა და ნარჩენებისგან გასუფთავება. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთში მეწყარი ჩამოწვა. სტიქიის შედეგად ცენტრალური გზა დაახლოებით 3 საათის განმავლობაში ჩაკეტილი იყო. დატბორილია წყალტუბოს სოფლები და ცენტრალური გზები. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. წვიმა მთარჯოლის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის პრობლემები შექმნა. ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტებში სპეციალური ტექნიკის საშუალებით მიმდინარეობს ამოვსებული ხიდ ბოგირების გაწმენდა, არხების დაღრმავება და სხვა სახის სამუშაოები, თუმცა უამინდობის გამო მასშტაბური ღონისძიებების ჩატარება ვერ ხერხდება. ასევე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ღამის საათებში დაწყებულმა ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. სტიქიის შედეგად დაზიანდა როგორც მუნიციპალური ინფრასტრუქტურა, ასევე კერძო საკუთრებები. ამ ეტაპზე დაზიანებები დაფიქსირებულია სოფლებში მოლითი, ნებოძირი, ზედუბანი და ვახანი. ზარალის მასშტაბებს შესაბამისი ზარალის შემსწავლელი კომისია შეისწავლის.